სალამი ჩემო მოტომეგობრებო, მე ლადო ვარ და დღეს წარმოგიდგენთ ჩემს უკან მდგარ აი ამ 4 ულამაზეს გოგონას. როგორც იქნა, გამოგვიზაფხულდა, დადგა ძალიან მაგარი დღე და დღეს ჩავწერთ ახალ ვიდეოს თქვენთვის და წარმოგიდგენთ აი ამ გოგონებს, რომელზეც ძალიან დიდი ამბავი არის ატეხილი და ძალიან პოპულარული არის საქართველოში ეს მოდელები. ძალიან ბევრი მოსწავლე იქნება თუ მეგობარი იქნება თუ ახლობელი მეკითხება ზოგადად რა მოტოციკლეტით დაიწყოს პირველი ნაბიჯების გადადგმა მოტოსამყაროში. წინა ვიდეოში ნახეთ და შემოგთავაზეთ ჩვენ ამის დაბალი კლასი, იყო 300-იანი, 400-იანი და 500-იანი. ამ შემთხვევაში გვაქვს საშუალო კლასი, ეს არის ზუსტად ის მოტოციკლეტები, რომლებიც არის განკუთვნილი იმ სეგმენტზე, რომლებიც ფიქრობენ რომ 400-იანი და 500-იანი დაწყება არ უნდათ, რადგან მალე მობეზრდებათ და შესაბამისად ცოტა უფრო მაღალი კუბატურა ჭირდებათ. მოკლედ რომ ვთქვათ, შედარებით უფრო თვითდაჯერებულები არიან. ხო და მათთვის არის ზუსტად აი ეს მოტოციკლეტები და დღეს სათითაოდ 4-ვეს წარმოგიდგენთ, შევაფასებთ, გავტესტავთ და მოგიყვებით ჩემს შეხედულებებს აი ამ 4 ლამაზმანის შესახებ. ეს არის ზუსტად ის მოტოციკლეტები, რომლებიც ძალიან გვანან თავიანთ უფროს ძმებს, 4 ცილინდრიან 600-იან სპორტბაიკებს და მათი ვიზუალი ხშირად არის მატყუარა და ყველას ანდომებს იმას, რომ ყავდეთ ეს მოტოციკლეტები და გონიათ, რომ 4 ცილინდრიანი სუპერ სპორტები ეყოლებათ. თუმცა ნამდვილად არაფერი არ აქვთ ამათ დასაწუნი. დღეს გავტესტავთ მათ ძრავებსაც, პერფორმანსსაც. 4-ვე შემთხვევაში გვაქვს 2 ცილინდრი, დაახლოებით ერთ და იგივე მონაცემი აქვს 4-ვე მოტოციკლეტს და ნახოთ რომელი უფრო მოგვეწონება, რომელი უფრო მოვირგებ ჩემთვის, რომელი უფრო უკეთესი იქნება და გეტყვით რა თქმა უნდა ამ ყველაფერს თქვენ. ისე იგი ამ შემთხვევაში ყავს Kawasaki-ის ერთ-ერთი ბესტსელერი, მოტოციკლეტი, რომლის წარმოებაც დაიწყეს 2017 წლიდან. აქამდე 2017 წლამდე იყო ამის წინა მოდელი ვერსიები და საკმაოდ ჩამოუვარდებოდა ამ მოდელს. უკვე 2017 წლიდან კი Kawasaki-მა განაახლა AX-ის სერია და შემოგთავაზა გაცილებით დახვეწილი და გაცილებით უკეთესი ვიდრე მისი წინამორბედი. 2020 წლიდან კი უკვე მისი facelift ვერსიაც შემოგთავაზა, როგორც დღეს გვყავს წარმოდგენილი და შედარებით უფრო ლამაზი არის, რა თქმა უნდა, ვიდრე მისი არა facelift-ი მოდელი. Kawasaki-ის AX650 მოდელში გვაქვს 68 ცხენი ზალა, 65 ნიუტონ-მეტრთან ერთად. ძრავი გვაქვს 659 კუბური სანტიმეტრი და საერთო ჯამში ეს მოტოციკლეტი ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ყველასთვის დამაკმაყოფილებელი იქნება, ვინც პირველ ნაბიჯებს ფიქრობს, რომ გადადგავს მოტოსამყაროში. ასევე ძალიან კომფორტული სამართავი არის, ხშირად მჯდარ ვარ ამ მოდელზე და ვიცი ქალაქში როგორი მანევრირებადიც არის და შესაბამისად ნამდვილად აღფრთოვანებას იწვევს ჩემში და თამამად შემიძლია ურჩიო ნებისმიერს, ვინც ფიქრობს, რომ არ დააკმაყოფილებს 400-იან 500 კუბი და უფრო მეტი კუბატურა ჭირდება პირველი ბაიკისთვის. მოკლედ Kawasaki AX650. Kawasaki შემთხვევაში გვაქვს 196 კილოგრამი, რომლითაც მაქსიმალური სიჩქარე შეგვიძლია 210 კმ/სთ სიჩქარემდე განმოვითაროთ. წინა საბურავი ამ შემთხვევაშიც სტანდარტულად 120-70-ზე გვაქვს, უკანა შემთხვევაში კი 160-70-ზე. 15 მეტრიანი საწვავის აუზი გვაქვს, რაც შეეხება სამოხრიჭე სისტემას და ამორტიზატორებს კი შემიძლია ვთქვა, რომ უბრალოდ ნისინის სუპორტები აქვს. დანარჩენი არაფერი განსაკუთრებული, არაფერი აღსანიშნავი და რამე ხელჩასაჭიდი. ფას რაც შეეხება ამერიკაში ამ მოდელის ფასი იწყება $7,400-დან და არც თუ ისე დიდი რეინჯი არის, მხოლოდ ფერის, წინა ვაინსკრინის და ასე შემდეგ რამდენიმე დეტალის ხარჯზე იცვლება, თუმცა საწყისი ფასი არის $7,400 და მაქსიმალური რაც ღირს ეს მოდელი არის $7,999. ამ შემთხვევაში ყავს Yamaha R7, რომელიც იგივე MT-07 არის, უბრალოდ პლასმასებიანი ვიზუალით და კლიპანებით. ამ მოტოციკლეტის გამოსვლამ გამოიწვია ძალიან დიდი აჟიოტაჟი, იმიტომ რომ გამოვიდა Yamaha RX-ის შემდეგ, ბოლო RX-ის თაობის შემდეგ და ძალიან გავდა ვიზუალურად მას. შესაბამისად, უამრავმა ადამიანმა შეიყვარა, უამრავმა ადამიანმა იყიდა იმის გამო, რომ თითქოს RX-ი ყავს ვიზუალურად და სხვათა შორის თავიდან ბევრს ეგონა, რომ R7 ბევრად მძლავრი იყო ვიდრე RX-ი, თუმცა ეს ნამდვილად არ არის, ეს არის 2 ცილინდრიანი, RX-ის პატარა ძმა არის და შესაბამისად მონაცემებიც გაცილებით ნაკლები აქვს ვიდრე Yamaha RX. ამ შემთხვევაში გვაქვს 75 ცხენი ზალა, 67 ნიუტონ-მეტრით. 699 კუბური სანტიმეტრი არის და ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ მისი მართვა უმაგრეს სიამონებას გვაძლევს, იმიტომ რომ რამდენჯერმე მომიწია ამ მოტოციკლეტის მართვა, ესეთი მოდელის უпростоრად და ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ არის აი პატარა ხულიგანი ბავშვით, რომელიც სულ ცდილობს რომ რაღაც დააშავოს, სულ ცდილობს რომ მანევრი გაგაკეთებინოს ისეთი, რომელიც ძალიან სიამონებას მოგვრის და მოკლედ მარტივად რომ ვთქვათ, კარგი გასართობი არის.
Yamaha R7-ის შემთხვევაში წონა გვაქვს 183 კილოგრამი, რაც ნამდვილად შესაშური არის და გამოარჩევს მისი კონკურენტებისგან. ამ მოტოციკლეტით მაქსიმალური სიჩქარე შეგვიძლია გადმოვითოვოთ 222 კმ/სთ სიჩქარემდე, თუმცა საწვავის აუზი გვაქვს კონკურენტებთან შედარებით ნაკლები 13 ლიტრის მოცულობით და შესაბამისად ცოტა უფრო ხშირად მოგვიწევს საწვავის აუზის გადავსება. წონიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ესეც. ამერიკაში ისევ ამერიკული ფასებით რომ ვიმსჯელოთ, $8,900-დან იწყება ამ მოდელების ფასი. აი ეხლა კი ჩემს უკან დგას Aprilia RS 660. თავის კლასში ნამდვილად ყველაზე გამორჩეული, ყველაზე ლამაზი და ყველაზე პრემიალური ბრენდი. ამას თავისი მიზეზი აქვს, რა თქმა უნდა, უბრალოდ არ ვიმბობ ამ სიტყვებს. თავის კლასში, აი ამ წარმოდგენილ 4-ვე მოდელს შორის, ყველაზე მეტად დახოძლული ელექტროობა აქვს ამ მოდელს, ყველაზე მეტად მეგობრული არის, ყველაზე მეტად სპორტული არის, ყველაზე მეტად კომფორტული არის, მოკლედ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მისის ჩემმა მეგობრებმა რო არ Kawasaki-სტი, ამ შემთხვევაში თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ კლასში, საშუალო კლასში Aprilia არის თავის კონკურენტებთან შედარებით გაცილებით მაღლა. თუმცა ამას თავისი მინუსიც აქვს. ეს ყველაფერი აისახება მის ფასზე და ამას ცოტა ხანში მოგიყვებით. გვაქვს 183 კილოგრამი, რომელიც ნამდვილად ძალიან მაგარი წონა არის, იქიდან გამომდინარე, რომ ამ მოტოციკლეტს აქვს ძალიან ბევრი ელექტრონიკა. ყველანაირი რაც კი შეიძლება თანამედროვე მოტოციკლეტს ქონდეს ელექტრონიკა, ყველაფერი აქვს ამ მოტოციკლეტს. ეს წონა, რა თქმა უნდა, დადებული არის მისი ალუმინის რამიდან გამომდინარე. თავის კლასში ერთადერთი არის, რომელსაც ალუმინის რამა აქვს და შესაბამისად წონა მაგითი მოიგეს. Aprilia-ის შემთხვევაში მაქსიმალური სიჩქარე შეგვიძლია გადმოვითოვოთ 230 კმ/სთ სიჩქარემდე. გვაქვს 659 კუბური სანტიმეტრი, რაც გვაძლევს 100 ცხენის ძალას, რაც თავის კლასში ნამდვილად უკონკურენტული და ყველაზე მეტი მაჩვენებელი არის და ასევე გვაქვს 67 ნიუტონ-მეტრი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, როგორც წეგან გითხარით, ფასზე აისახება. გარდა ამ მონაცემებისა, გვაქვს ასევე წინა და უკანა შოუას ამორტიზატორები, Brembo სამოხრიჭე სისტემა და ელექტრონიკა, რომელიც არის აბსოლუტურად ყველაფერი, რაც შეიძლება ქონდეს ახალ 2025 წლიან თანამედროვე მოტოციკლეტს. ამ შემთხვევაში საწვავის აუზი გვაქვს 15 ლიტრიანი, საბურავების ზომა კი სტანდარტული 4 ცილინდრიანი 600 კუბიანის სტანდარტები გადმოიტანეს. გვაქვს 120-ი 60-ზე წინა საბურავი და უკანა 180-ი 55-ზე. ფას რაც შეეხება, უკვე ამერიკაში თავის კლასში ყველაზე ძვირიანი ფასი არის ამ მოდელში და $11,500-დან იწყება Aprilia RS 660-ის ფასი. რაც შეეხება Suzuki-ს, ამ შემთხვევაში გვყავს წარმოდგენილი Suzuki GSX 8S, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ეს მოტოციკლეტი არის უფრო Kawasaki Z650, Yamaha MT-07 და Aprilia Tuono 660-ის კონკურენტი. თუმცა საქართველოში ძალიან გაგვიზნელდა GSX 8S-ის პლასმასებიანი ვერსიის შოვნა, ამის გამო მოვიყვანეთ სრულად naked bike-ი, თუმცა მონაცემები აბსოლუტურად იგივეა, მხოლოდ ვიზუალშია სხვაობა. მოკლედ, რაც შეეხება ძრავს, გვაქვს 776 კუბური სანტიმეტრი, 83 ცხენის ძალით. ასევე 78 ნიუტონ-მეტრი. მონაცემები ნამდვილად კარგი აქვს, ვერ ვიტყვი, რომ ცუდი მონაცემები აქვს. ამ მოტოციკლეტის წონა თავის კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მძიმე არის, 205 კილოგრამი არის, რაც ნამდვილად ეჭვი მაქვს ყოველ შემთხვევაში, რომ აისახება პერფორმანსზე. სიმართლე გითხრათ, ამ მოდელზე გაჩერებულზეც არ მჯდა, არ ვიცი საერთოდ როგორი ტიპაჟი არის, თუმცა ეხლა რომ გავული მივხვდები, არის თუ არა სხვაობა თავის კონკურენტებთან. 20 კილოგრამი ბევრი არის ნამდვილად ერთ და იგივე კლასის წარმომადგენელს შორის. საწვავის აუზი გვაქვს 14 ლიტრიანი და ამერიკაში ამ მოდელის ფასი შოურუმში იწყება $10,000-დან. ეხლა მოდი მიშას ცოტა საწოლებელი გავუხადოთ. მოკლედ 4-ვე მოტოციკლეტის ყველა მონაცემი აბსოლუტურად მიშ ამოვანათე ერთიანად, ვისაც სურვილი გექნება დააპაუზეთ და შეადარეთ ერთმანეთს მონაცემები. ჩვენ კი შეგვიძლია დავიწყოთ ეხლა ქალაქში რაიდები 4-ვე მოტოციკლეტის და შევადაროთ ერთმანეთს. მოკლედ AX600, რომელიც ძალიან ჩუსტი ბაიკი არის, ზედმეტსახელად. იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგარი მანევრი აქვს. ძალიან ცხარდი ტიპი არის და ნებისმიერ შეუძლია, იმდენად იდეალური სიმძიმის ცენტრი აქვს, რომ აი ნებისმიერ ძალიან ჩატე გოგონებსაც კი იდეალურად შეუძლიათ მართონ ეს მოტოციკლეტი, მისი წონიდან გამომდინარე. სიმძიმის ცენტრი აქვს მართლა ძალიან კარგად, დაბალანსებული ტიპი არის. არც რაღაცა ისეთი ფიცხი მასტი არ არის, რომ ვაიმე და ვერ დავიმორჩილოთ, თუმცა ნამდვილად არ უჩივის აჩქარებას, თორქს, ცხენის ძალას, ნამდვილად ყველაფერი საკმარისი აქვს. ქალაქისთვის არის პირველ ბაიკად, როგორც წეგან აღნიშნე, ვისაც დაბალი კუბი არ უნდა,
400-იანი, 500-იანი ვისაც არ აკმაყოფილებს და შეუძლია პირდაპირ ამითიც დაიწყოს თუ აქვს საკუთარი თავის იმედი. ან ვისაც უკვე ყავს 400-იანი და 500-იანი და ერთი სეზონი მაინც იარა, შეუძლია გადმოჯდეს უკვე მერე ამაზე 650-ზე და ამდულად კარგი გასართობია, მოკლედ. ეხლა რაც შეეხება ამ კონკრეტულ მოტოციკლებს, აყენია Yoshimura-ს full სისტემა, გამოსაბოლქვის სისტემა აყენია თავიდან ბოლომდე, შეცვლილია exhaust-ი და შესაბამისად გვაქვს ამხელა ხმაც, ოდნავ უფრო მეტი აქვს. ცხენის ძალა და რა თქმა უნდა წონაშიც გაცილებით მჩატი არის ვიდრე ქარხნული. ძალიან გავრცელებული არის ამ მოდელებზე, ზოგადად 2 ცილინდრიანებზე ყველას უნდა რომ შეცვალოს გლუში წელი მაყუჩი, ანუ იმიტომ რომ მართლა მასივრის ხმა აქვს ქარხნულ მაყუჩს ამ მოდელებზე და შესაბამისად ძალიან არაკომფორტული არის მისით სეირნობა ქალაქში, იმიქიდან გამომდინარე რომ ვერც ვერავინ ვერ გამჩნევს, შენ თვითონაც არ გიზიდავს ხმა თვითონ ამ მოტოციკლის საკუთარი როცა მოძრაობ და მოკლედ ყველა ცდილობს რომ 2 ცილინდრიანი ვისაც ყავს დააყენოს რამე დიდი ხმაურიანი შემაწუხებელი მაყუჩი და ამითი დაიკავებულოს თავისი ეგო. თუმცა აი ჩემთვის ახლა მაგალითად აი ამისი ხმა მოკლედ ჩემთვის ამ მოტოციკლის ხმა ასოცირდება აი რასთან იცი ჩემს ბავშვობაში იყო Honda Civic-ებით ვისაც ვინც რაღაცას იშოვიდა Honda Civic-ს გაექანებოდა იყიდი და ერთი დახოც და გამოშიგნავდა ამ გლუში წელებს და აი აპრუწუნებდა სულ რა სულ პირველი მეორე მესამე და აი მე შემაწუხებელი იყო ხმა ქონდა აი ეს რუსთაველზე ვინც დადიოდა საბურთალოზე ისმოდა ხოლმე ხმა, თუმცა რეალურად ადგილზე იდგა და მხოლოდ შეწუხების გარდა არაფერს არ იწვევდა არავიში გარშემოყოფებში. დაახლოებით იგივესთან ასოცირდება ახლა ჩემთვის ამ მოტოციკლის ხმაც. არსებობენ 2 ცილინდრიანები, ეხლა მაგალითად აპრელიას ან R7-ის 2 ცილინდრიანები რომ ავიღოთ, Yamaha-ს ან აპრელიას 2 ცილინდრიანები გაცილებით სასიამოვნო ხმა, ვერც კი შევადარებ ამ მოტოციკლებს. ვინმე ვიცი არ გაიგოს რომ ამას ამ მოტოციკლს უწუდებ პირიქით მე თვითონ ყველა ჩემმა მეგობარმა იცის რომ Kawasaki-ს ვარ და ყველაზე მეტად მორგებული მყავს Kawasaki ჩემთვის, თუმცა ნუ არის ახლა ეს მოდელი ერთ-ერთი რომელსაც თავისი მინუსები აქვს, რა თქმა უნდა ამ მინუსებსაც ვისაუბრებ. მარტო დადებითები არ აქვს. ორი მინუსი ვიპოვე ამ მოტოციკლში. ერთი არის ძრავის ხმა, რომელიც რაც უნდა კარგი მაყუჩით ჩაანაცვლო, მაინც შემაწუხებელი არის, ნუ პირადად ჩემთვის ყოველ შემთხვევაში და რა თქმა უნდა გარშემოყოფებისთვის, იმიტომ რომ არავის არ მოსწონს ამ ხელა ხმაზე მოძრავ მოტოციკლი, რომელიც რეალურად ადგილზე დგას და არაფერი არ იცვლება, არ შორდება იმ ადგილს, არც ადმე რამე სიმფონიას არ გამოსცემს. და მეორე არის ეს სარკეები, რომელიც აი ლოკატორებივით არის ამ ხელაზე გაწეული და საწავში მანევრში წყალგიშლის ვიზუალურადაც ვერ ეპოტინება მწვერვალებს. თუმცა ისევ ავიღოთ ის ყველაფერი, რომ არის იდეალური სამართავი მოტოციკლეტი, მანევრი აქვს ძალიან მაგარი და ამის ხარჯზე როგორღაც შევეგუებით ახლა ამის ხმასაც და ამის სარკეებსაც. საქართველოში ეს ბრენდი Kawasaki წარმოადგენელი არის ტრანსპორტერში, როგორც ვიცით, და ტრანსპორტერში ამ მოტოციკლეტის ფასი AX650 ფასი არის 8700 евро და ეკვივალენტი ლარში, რა თქმა უნდა. არაფერი ცუდი არ მაქვს სათქმელი, კარგი ტიპია ნამდვილად, მანევრირებადი, ვერ უწყნებ ვერაფერს, წვითაც ამ ზოგადად ამ კლასის ერთ-ერთი პრივილეგია ის არის, რომ ძალიან კომფორტული არის წვის თვალსაზრისითაც, არ წავს ფაქტიურად, მართლა ღირს ამ მოტოციკლებში ფულის გადახდა არავინ არ ინანებს, იმიტომ რომ ძალიან კარგი ტიპი არის. არ მოწყინდება ნამდვილად არავის ამითი კატაობა. ნუ ეხლა რა თქმა უნდა 4 ცილინდრის შემდეგ ძალიან ველოსიპედი არის და
არ ღირს ამის ყიდვა 4 ცილინდრის მერე, მაგრამ პირველ ბაიკად არის იდეალური ტიპი. რაც შეეხება ახლა ამის ელექტრონიკას და ზოგადად ტექნიკურ მახასიათებლებს. მარტივად რომ გითხრათ, არანაირი ელექტრონიკა და არანაირი ტექნიკური მახასიათებელი ამ მოტოციკლზე არ გააჩნია. მოკლედ, ელექტრონიკიდან გვაქვს მხოლოდ ABS-ი, 2024 წლამდე მოდელები, რაც კი გამოვიდა. უკვე 2024 წლიდან გამოდის ეს მოდელი traction control-ითაც და დიდი დახვეწა მოინდომეს Kawasaki-ში და მოკლედ traction-ი დაუმატეს ამ მოდელს. თუმცა შესაბამისიც არის ფასი, მოკლედ თავის კონკრეტულად შედარებით ყველაზე ბიუჯეტური არის, ყველაზე იაფიანი ვერსია არის და საქართველოში ამ მოდელების ფასი დაახლოებით არის $4,500-დან $6,000-მდე, გააჩნიათ წლოვანებას, გარბენს, რა aftermarket-ები უყენია და ასე შემდეგ. ნუ როგორც გითხარით, ცენტრში სულ ახალი €8,700 ღირს ტრანსპორტერში. გამოვედით Yamaha R7-ით, რომელიც ფაქტიურად არის სპორტ ბაიკი, ჯდომის თვალსაზრისით არის კლიპონებზე ესეც როგორც Kawasaki AX-ი, თუმცა ჯდომის პოზიცია ამას გაცილებით მიმსგავსებული აქვს სპორტ ბაიკზე, ვიდრე Kawasaki-ს. ნუ ვიღაცისთვის დამღლელია, ვიღაცისთვის არ არის დამღლელი, გააჩნია როგორ მოერგებით, რა თქმა უნდა. ნუ იმასზე დავა არ ჭირდება რომ გაშლილი საჭით ჰენდლბარით გაშლილი გაცილებით კომფორტული არის ქალაქში მოძრაობა, თუმცა ნუ ჩემ შემთხვევაში შეჩეული ვარ კლიპონებს და არ მიჭირს, თუმცა ვიღაცას რა თქმა უნდა MT-07 ურჩევნია მანევრების თვალსაზრისით და ჯდომის პოზიციის თვალსაზრისით. იგივე MT-07 არის, უბრალოდ პლასმასებში არის ეს მოტოციკლეტი და არის კლიპონებზე. აჩქარებასაც შეეხება გაცილებით უკეთესი აქვს ვიდრე AX650, ნუ დროებში და ციფრებში არ ვიცი ნამდვილად არ შემიდარებია, თუმცა მაგასაც ნახავთ ახლა ცოტა ხანში, მაგრამ შეგრძნებით ეს გაცილებით კომფორტული, ეს გაცილებით კარგი შეგრძნებებით არის ვიდრე AX650. რაც შეეხება ამ შემთხვევაში გვაქვს Yamaha-ს ლეგენდარული CP სტანდარტების ძრავი, CP2 არის ეს. შესაბამისად აქვს ნამდვილად კარგი სიმფონია, 2 ცილინდრიანებში ერთ-ერთი ლამაზად მოსაუბრე მოტოციკლეტი არის, მოკლედ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გვიყენია M4-ის გამოსაბოლქვის სისტემა. მაგიტომაც გვაქვს ესეთი ბოხი ხმა, ესეთი ბრაზიანი, თუმცა ქარხნული შემთხვევაში ხმა რომ ავიღოთ, AX-ის ხმას ნამდვილად ჯობია ამისი ქარხნული გუშტელის ხმა. კომფორტის თვალსაზრისით, ჩემთვის ძალიან კომფორტული არის, დამღლელი ჩემთვის პირადად არ არის, თუმცა ვინც არ არის შეჩეული სპორტ ბაიკზე ჯდომას, რა თქმა უნდა, მისთვის ცოტა დამღლელი იქნება ამ პოზიციაში გადაწყვეტილი ჯდომა. ვიზუალური არის იდეალური, R7 გავს ძალიან და R6 გავს ძალიან და ამის დედააზრიც ეგ იყო, რომ R6-ის შტაბელებით შექმნეს. ნამდვილად კარგი აჩქარება აქვს, ვერ ვიტყვი რომ ქალაქში არ დაგაკმაყოფილებთ, ან თუნდაც ქალაქ გარეთ წასვლის დროს. მინუსებს რაც შეეხება არის პირველი შთაბეჭდილება, რაც დამჭარი ძალიან ხისტი. Kawasaki გაცილებით რბილი არის,
თუნდაც ჯდომის პოზიცია, თუნდაც ცოტა უგზაობაზე გადასვლის თვალსაზრისით, Kawasaki გაცილებით რბილი არის ვიდრე Yamaha R7. თუმცა მოსახოს R7 რა თქმა უნდა გაცილებით უკეთესად გადის ვიდრე X650. ხო, რაც შეეხება dashboards, ამ შემთხვევაში გვაქვს dashboard-ი, ოღონდ უნდა ვეძებოთ. სად არის, იმიტომ ძალიან ამხელა dashboard-ი არის. მართლა ამხელა dashboard-ი არის და კი, რა თქმა უნდა, ყველანაირი მონაცემი არის ზედ და არაფრის პრობლემა არ არის. თუმცა არანაირი სიფერადე, მხოლოდ ძველ ამერიკულ სტილში გაკეთებული მანქანები ერთ ფერში რომ იყო, აი ზუსტად იგივე შტაბეშტებას მიტოვებს. Toyota Prius-ის ციფერბლატი მგონია, ეხლა ამას რო უყურებ, ძალიან პატარა არის. თვითონ ციფრები ძალიან პატარაზე აწერია. ოდნავზე და არტყავს თუ არა, აღარ ჩანს აღარაფერი და მონაცემები კი, რა თქმა უნდა, ყველაფერი არის, მაგრამ შეიძლებოდა გაცილებით უკეთესი ყოფილიყო, ვიდრე ეხლა ამ შემთხვევაში გვაქვს. ფას რაც შეეხება Yamaha წარმომადგენლობას გვაქვს საქართველოში. და Yamaha-ში ეს კონკრეტული მოდელი ღირს 8900 евро. ზუსტად იგივე ფასი, რაც Kawasaki ღირს. ხო, მაგრამ ზუსტად იგივე ფასი ღირს, რაც Kawasaki AX650, ვის რომელი უფრო მოსწონს მაგის მიხედვით შეუძლია არჩიოს ამ ორ მოდელს შორის. 8900 евро ღირს ორივე საქართველოში. დაემატება რა თქმა უნდა გაფორმების თანხა მხოლოდ მეტი არაფრის და ვისაც არ აქვს გავსი ბიუჯეტი და მეორად მარკეტზე ფიქრობს ამის შეძენას, დაახლოებით 5000-დან $6500-მდე, $7000-მდეც კი მერყეობს მეორადი Yamaha R7-ების ფასი. გააჩნია რა თქმა უნდა რა გარბენით არის, რა დაზიანებით ჩამოვიდა, რა aftermarket დეტალები უყენია და ასე შემდეგ. გაუმარჯოს, კი, ტესტავ. აგერ ვიღებთ ეხლა რა შვებით და როგორ შვებით. მაგრამ მოსახოვის ხარჯზე ძალიან გონია რომ AX650 ბევრად ჯობია. სიხისტის გამო პირველ რიგში ძალიან კარგად უჭირავს მოსახოვში თავი. თუმცა არის ძალიან ხისტი. ვინც არ არის მიჩვეული თავიდან ცოტა შეიძლება გაუძლოს კიდეც ამისი სიხისტის მორგება, იმიტომ რომ მართლა ძალიან როგორ თქვა, აი ხისტი კიდე სხვა სიტყვაც მინდა რომ ჩავაკვე ხო, მაგრამ არა რა, ხისტია, უბრალოდ ხისტია და მეტი არაფერი. თუმცა სულ წვალობს რომ რაღაცა აი გაზი მისცე, წამოაწევინა ცხვირი, ტრაკი წააღებინა, მოკლედ აი სულ გეჩალიჩება, ესე ვთქვათ, რომ რაღაცა დააშავო და გააფუჭო. კარგია რა, მომენტოს გასართობად ნამდვილად შეიძლება ამ მოტოციკლის ყიდვა. თუმცა ჩემ შემთხვევაში მე უფრო MT-07-ს ავიღებდი, მანევრი უკეთესი აქვს, რა თქმა უნდა, გაშლილი ჰენდლბარის ხარჯზე და ვიზუალურად ეხლა ჩემთვის მაგალითად MT-07 უფრო კარგი არის ვიდრე R7. თუმცა ეს რა თქმა უნდა გემოვნების ამბავია და არაფრის მეტი არაფერი დაეწუნება ნამდვილად R7-ს. კაიო ბიჭო, აი დაღდანაა მეგონა, ეხლა ეს 2 ცილინდრიანი თუ გავხსორდება და ისეთი მაგარი სამარტავია. ეხლა Kawasaki-ს და Yamaha-ს მერე ისეთი კომფორტული არის ხალხო, ისეთი რომ აი აბსოლუტურად სხვა ლეველი არის და როგორც კი გაატარებ ეგრევე ხვდები რატომ არის ამხელა სხვაობა ფასში ამასა და Kawasaki-სა და Yamaha-ს შორის თუნდაც. ძალიან კომფორტულია, ძალიან და გაძეძგილი არის, აი არ ვიცი, რაც კი რამე შეიძლება წარმოიდგინოთ მოტოციკლის ელექტრონიკაში ყველაფერი უყენია ამ მოტოციკლებს. ძალიან კაი ტიპია, ღმერთო, ძალიან რბილია, აი ისეთი რბილია, რომ ვერ აგიხსნა, აკვანში მგონია, თავი რომ წევა. ძალიან კარგია, საღო, აი ამას ნახდად არ ველოდებოდი. RS660 და აქამდეც ბევრჯერ მივიდა, ოღონდ ესე არ გამიგდია რა.
просто პატარა მანძილზე გამოიარე ყოფილა, მაგრამ აი ესე რომ ჩააჭირე და ისიამოვნე, ეგრე არ განმიცდია და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ მოტოციკლებით. მარტივესი ძალიან კარგია. მოკლედ მოდი ელექტრონიკით დავიწყოთ. ყველაფერი აქვს ამ მოტოციკლებს, რაც კი შეიძლება რამე კონდეს თანამედროვე მოტოციკლებს, როგორც უკვე ვთქვი. quick shifter-ი მუშაობს იდეალურად. მოუდები გვაქვს, რამდენიმე მოუდი გვაქვს და ნუ ჩემთვის ყველაზე კომფორტული არის ინდივიდუალი, რომელშიც შეგიძლია მაქსიმალურად გათიშო ყველანაირი ელექტრონიკა და იყო უბრალოდ შენი თავის იმედად. ნუ ამ წუთასაც ეგ მოუდი მიყენია მე და ყოველთვის დავდივარ მოტოციკლით, ყოველთვის ვცდილობ რომ ყველანაირი ელექტრონიკა გავთიშო ხოლმე. თუმცა ABS-ი ამაზე როგორც ვიცი, ამას გავტესტავ ახლა, როგორც ვიცი, ამაზე სრულად არ ითიშება ABS-ი, მხოლოდ ნაწილობრივ ითიშება მაქსიმალური თავდაცვის პრევენციისთვის, თავდაცვისთვის მოკლედ. აუ, ქვაფენულზე ჯანდავა რა კარგია. ძალიან სასიამოვნოა ამ მოტოციკლით ქვაფენულზე. აი, აზრიც არა აქვს შედარებას. ვერც AX650, ვერც R7. ამასთან ახლოსაც ვერ მოვა. ძალიან გებრიელი მოტოციკლეტია, ძალიან კომფორტულია და 2 ცილინდრიანებში შემიძლია თამამად თქვა, რომ RS660 კონკურენტი ნამდვილად არ ყავს. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ ვარ Kawasaki-სი, ამ კლასში RS660 ნამდვილად ვერ შევატარებ Kawasaki AX650, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა ლეველზე არის თითოეული დეტალი. როგორც კი ჯდები მოტოციკლზე, ეგრევე აღიქვავ, რომ სხვა ხარისხთან გაქვს საქმე, სხვა კომფორტთან და აი ხარცე რომ მოვდიოდი, ნუ Yamaha-ზე ვაფშე ხმას არ ავიღები, Yamaha გაცილებით ხისტი არის ვიდრე AX650, მაგრამ აპრილია, არ ვიცი, უზომოდრბილი არის, მოსახოვები ძალიან კარგი არის, აპრილიას კაფიც არსებობს სპეციალური ევროპაში და даже ამერიკაშიც აქვს აპრილია კაფი. ზუსტად ეს მოდელები ყავთ ტრეკზე საგაზაოდ და შესაბამისად არის ძალიან კარგი პერფორმანსის მაჩვენებლებით. პლუს ამას კიდევ ძალიან დიდი პლუსი აქვს ის, რომ ამ მოდელზე ძალიან მარტივად შეგიძლია პატარ-პატარა ხელების ფათურის ხარჯზე ამოიღო ძალიან მარტივად ცხენის ძალები, ოღონდ ისე რომ იყოს შესამჩნევად. რამდენიმე ვიდეო ნახე, არც თუ ისე დიდი წვალების შემდეგ ამ მოდელებით შესაძლებელია მიიღო გაცილებით უფრო მეტი ცხენის ძალა და აჩქარება და თორქი, ვიდრე ახლა აქვს, თუმცა ნამდვილად არ აქვს დასაწყვეტი ამ წუთას ამ მოტოციკლს არაფერი. როგორც აღნიშნე ვიდეოში 100 ცხენის ძალა აქვს, თავის კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მეტი და ყველაზე მეტი ელექტრონიკაც აქვს. თუმცა ამის მიუხედავად მოტოციკლი არის 183 კილო. ნუ ეს ყველაფერი არის იმის ხარჯზე, რომ არის ჩვეულებრივი სპორტბაიკის სტილზე, ანუ რამით ალუმინის ძარაზე არის აწყობილი კონკურენტებისგან განსხვავებით და შესაბამისად წონა მოიგეს ძალიან ამითი. ძალიან დიდი სიამოვნება არის ამითი ქალაქში მოძრაობა, ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან მომწონს. არ ველოდებოდი ნამდვილად ესეთ კომფორტს ამ მოდელში. გაცილებით დიდი დეშბორდია, ყველაფერი იდეალურად ჩანს, ყველაფერი ძალიან მარტივად აღქმადი არის. ერთადერთი არის ჩახლართული მთელი ეს mode სისტემა, რაშიც თავიდან გარკვევა დაგჭირდება. როგორც კი გაერკვევი, მიხვდები, რომ ამის შემდეგ, აი ამ დეშბორდის შემდეგ, იმხელა მაჩვენებელთა დაფა არის და ისე გარკვევით აწერია ყველაფერი, ამის მერე უკვე სხვა ყველაფერი სათამაშოა, უბრალოდ არაფერი მეტი. ძალიან კარგია, რავი, აღფრთოვანებული ვარ ამორტიზატორებზე და სამუხრიჭო სისტემაზე აღარაფერს ვამბობ, იდეალურად არის თბილისის პირობებს მორგებული და არა მარტო თბილისის, რა თქმა უნდა, ეს არის მოტოციკლი, რომელთაც ქალაქ გარეთაც ძალიან თავისუფლად შეგიძლიათ წახვიდეთ.
ისე რომ არ გექნებათ არანაირი დისკომფორტი. რაც შეეხება მინუსებს, ახლა მოდი ამასაც ნუ სარკეებზე ვიტყოდი ძალიან დიდ მინუსს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან ლამაზად ჩანდეს ეს სარკეები, მაინც ძალიან გაშვერილი არის ლოკოკინას ყურებივით და შესაბამისად როცა წვრილ ადგილებში, საცობში ან მსგავს სიტუაციებში გიწევს სიარული, რა თქმა უნდა ეს დისკომფორტი არის აი ამ ხელაზე გაწეული სარკეები. ხო. მეტი ესე რო გითხრათ რაღაცა მინუსი აქვს მეთქი არა და ყველაფერი ძალიან მოწონს ამ მოტოციკლეთში. აი დიგარი. არო! დაკახელი. დაკახელი. აბა. კარგად. ეგან მინდოდა მე თქვა და პროსტა გადამოვიწყდა Yamaha-ს შემთხვევაში, ნუ Kawasaki-ს კიდე ვიზუალურად შედარებით უკეთესი შედარებით კი შედარებას არ არის ვიზუალურად გაცილებით უკეთესი არის Kawasaki-ს გასაღები. Yamaha-სთან შედარებით Yamaha-ს არ ვიცი MT-15-დან დაწყებული, არერთი M-ით დამთავრებული, ყველას აქვს ერთი საშინელი გასაღები, რომელიც არ ვიცი, Mercedes-ებზე რო არის ხოლმე გადაობები, ძველი Charlotte-დან დაწყებული, SL McLaren-დან დამთავრებული, ყველას ერთ და იგივე გასაღები აქვს. აი ზუსტად ეგ სიტუაცია არის Yamaha-ში. რატო შვებიან მაგას ვერ ხვდები? როცა მით უმეტეს არერთი M-ი არც თუ ისე იაფიღეს, სხვა კონკურენტებთან თავის კლასთან შედარებით, გასაღები რა გახდა ბიჭო, გასაღების დიზაინი რაღაცა ცოტა ეს რაღაც ფანქარი მოუსვით სადმე და რაღაც ლამაზი დიზაინი დახატეთ, ნო ამ შემთხვევაში აგერ ავოვიღებ, აჰა, ესეთი ძალიან მაგარი გასაღები არის, ვერც ეს ვერ დაიკვეხნის რაღაცა სწავლით, მაგრამ Yamaha-ს ნამდვილად ჯობია Yamaha-ს გასაღებს. Suzuki-ზე არ ვიცი რა დამხვდება, ეხლა რო დავჯდები ნახავს Suzuki-საც, თუმცა ნუ ამ სამიდან რო ავიღო, ნუ აპრილია შედარებით უკეთესი არის გასაღების თვალსაზრისით. შემდეგ Kawasaki-ს დავაყენებდი და ნუ Yamaha ბოლო ადგილზე ნამდვილად. ოუ, ძალიან კარგი. აჩქარება ნამდვილად მომწონს ამ მოტოციკლეთის. მოკლედ, ეხლა ვზივართ და ვტესტავთ Suzuki GSX-8S. ეს არის ახალი მოტოციკლეთი, რომელიც GSX 750S-ის და Suzuki Gladius-ის რაღაცა ნაჯვარია. შემიძლია თქვა. ეს არის ბრენდი Suzuki ზოგადად, რომელსაც ვერ ვიტან ყველაზე მეტად იაპონურ ბრენდებში, იმიტომ რომ აი ყველაზე ხის მოტოციკლეთი არის, არაფერი მოსაწონი არ ქონია ამ ბრენდს, რა ვიცი, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში იმდენად უემოციო მოტოციკლეთი იყო ბოლო წლებამდე ზოგადად ეგ ბრენდი, მაგრამ ეხლა რაც შეეხება ახალ მოტოციკლეთს, დადგა 2020 რაღაცა წელი და Suzuki-ში ეთყობა რა, მივიდა ვიღაცა ხალხი, წესიერად მოაზროვნე და წესიერად მომუშავე ადამიანები, რომლებმაც შექმნეს უცებ ახალი GSX-R 1000. მერე დააპროექტეს ახალი Hayabusa-ც და ეხლა გამოუშვეს აი ეს Suzuki GSX 8S-იც. მოკლედ შემიძლია ვთქვა, რომ Suzuki-ს აი ეს ბოლო მოდელები გამოვიდა ძალიან მაგარი. მით უმეტეს GSX-R არის 1000-იანი, არის მონაცემებით ერთ-ერთი ძალიან მაგარი მონაცემების მქონე მოტოციკლეტი 1000-იანებს შორის. მეც მიკვირს, რომ Suzuki-ზე ესეთ კარგი რაღაცებს ვლაპარაკობ. თუმცა, რა ვქნა, ეგრეა. ბოლო მოდელები ნამდვილად ძალიან კარგები გამოუვიდათ და ნამდვილად იგრძნობა, რომ იმუშავეს პერფორმანსზეც, დიზაინზეც და ზოგადად მომხმარებელზეც, რომ არ ყოფილიყო მომაბეზრებედი და რაღაცა აი მაგალითად ჩემნაირ Kawasaki-ს მოყოლ ადამიანებსაც შეუძლიათ რომ დაჭნენ და არ თქვან რომ ვაიმე ეს რა საშინელება არის. ეხლა რაც შეეხება ამ კონკრეტულ მოტოციკლეთს, ამ კონკრეტულ მოდელს უბრალოდ GSX 8S-ი, რომელსაც აქვს 83 ცხენის ძალა და ჩამოუვარდება მხოლოდ აპრილიას თავის კლასში. სხვათა შორის, ზოგადად ამ მოდელზე
მართლა გაჩერებულზე სამჯდა ვარ, არასოდეს აი ეხლა რაც გამოვიყვანე. ეხლა არის ჩემი შეხება პირველად ამ მოდელთან და ჩემდა სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ჯანდაბა. რა კარგი პერფორმანსი აქვს. საერთოდ ვერ გძნობ, რომ ეხლა Suzuki-ზე ვზივარ. მოდი, რა თქმა უნდა, ისა ქვაფენილი გავიაროთ. მოდი დავიწყოთ მინუსებით. დიზაინი გარე ვიზუალს რომ შევეხოთ, ძალიან ინდივიდუალურია, ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს. ეხლა მაგალითად ჩემს დიზაინში საერთოდ არ ჯდება, ჩემს გემოვნებაში და ვერ ვიტყვი რომ მომწონს მეთქი. აი დიდი მოტოციკლისტები შეიკრიბნენ, წინ შეკრება აქვს და იმედია ვერ მიცნობენ Suzuki-თ. ჩვენიერი მანდილოსანი მოძრაობს აგერ Yamaha R3 არის, წინ მიდის ZX6-ერი და უკან მე რაღაცა უზრდელობით მივყვები. მოკლედ, დიზაინზე საუბრობდი. დიზაინი ნამდვილად განსხვავებული აქვს. ზოგადად Suzuki-s მიმდინარეობა ყოველთვის იყო ეს ციკლობისებრი ფარი წინ, ერთი ცალი. რა რბილია! ჯანდაბა! Suzuki რა გჭირს? მოკლედ, Suzuki არ ჩამორჩება თავის წინამორბედებს და ეხლაც შემოგთავაზა ციკლოპი ფარი წინ, ერთ სიგრძეზე განლაგებული ორი განათებით, თუმცა მაინც წინა რა შეხედავ, მაინც ციკლობს გავს. აი ეს წვეტები, რაც აი აქ აქვს, წინ პლასმასები გამოწეული, ვიღაცა შეიძლება მოსწონდეს, მაგრამ იმდენად წინ არის გაწეული, რომ აი მგონია, რომ ვიღაცას წამოვდებ, ეხლა აი ამ სკუტერთან არ მინდა ახლოს მივიდე და შეიძლება წამოვიცვა ზედ. ნებისმიერი რა გავლელი, ვინც მოძრაობს, მგონია, რომ ეხლა წამომეცმევა ამ წვეტებზე და მე ვატარო და ვაკატაო ჩემთან ერთად. აი ეს წვეტები იმ ხელაზე არის გამოწეული. მოკლედ, რავი, მე ძალიან არ მომწონს და არ მიყვირს ეგ. Suzuki-s დიზაინი არასოდეს არ მომწონდა, მოკლედ მე და ვერასოდეს ვერ აკმაყოფილებდა ჩემ გემოვნებას. ვერც ამ შემთხვევაში მოგატყუებთ და ვერ გეტყვით, რომ აი მე რა კარგი დიზაინი აქვს მეთქი. ნუ გემოვნების ამბავია, რა თქმა უნდა, და ვიღაცას მოეწონება, ვიღაც არ მოეწონება. ჩემთვის არ არის მიმზიდველი ვიზუალის მქონე. თუმცა მოდი ჯერ ტექნიკური მახასიათებლები რომ ავიღოთ. ტექნიკურად შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ აპრილიას ჩამორჩება ეს მოდელი თავის კლასში, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი ელექტრონიკაც ჩადეს. და აშკარად არის ნამუშევარი მის მახასიათებლებზე, რომ ეს ყველაფერი რა მონაცემებით აქვს Suzuki-s ამ მოდელს ყოფილიყო ძალიან მორგებული მზღოლზე. არა, ძალიან ეთყობა, რომ ძალიან კარგად მიდის. 83 ცხენის ძალა თითქოს არ ჟღერს რაღაცა ძალიან მომაჯადოებლად, თუმცა აიცა, სად ვართ? აქეთ ვართ, უკაცრავად, წავედით, ფოტოშით. შემთხვევითავა არ აქვს. ხო, აი ეს მონიტორი აქ რაც წინ გვაქვს, TFT მონიტორი არის საკმაოდ დიდი ზომის, ყველაფერი ძალიან ლამაზად არის, შემიძლია ვთქვა, განსხვავებით თავისი კლასის წარმომადგენლებისგან, აპრილიას ვერ ჯობია. არა, აპრილია უკეთესი არის ჩემი აზრით. ვაიცა ეს ამუყურო. ჯანდაბა რეპს ლამობლადო. კაი, ვიტყვი, კარჩა, ეხლა რასაც უკვირდები, დაჟე აპრილიაზე უკეთესი მონიტორიც კი აქვს. მოკლედ, ჯანდაბა, კაი, ხო, მოკლედ მონიტორით, აი ეს დეშბორდი, TFT მონიტორი რაც არის, ნამდვილად თავის კლასში ყველაზე კარგი აქვს. შემიძლია თქვა, ყველაზე ლამაზად გამოიყურება და ყველაზე ინფორმირებულიც არის.
ინფორმატიულიც არის ყველა სხვასთან შედარებით. ძალიან მომწონს მოკლედ ეს მონიტორი. ერთადერთი რაც ეხა ჩემი გადმოსახედიდან ამ მოტოციკლის აკლია არის წინა widescreen-ი, აი აქ დამატება რაიმე შუშა იმისთვის რომ ვიზუალურად ზევიდან რო უყურებ, აქ რაღაცა ტელევიზორი გაქვს და მორჩა, მეტი არაფერი არ გაქვს და პლუს ის არის რომ ეხა მზეშიც დავდივარ, ჩრდილოშიც დავდივარ, აბსოლუტურად ყველგან იგივენაირად აჩვენებს და არაფერი არ შეცვლა, გამოსახულება საერთოდ არ შეცვლა. ძალიან დიდი პლუსი ამის გამო Suzuki-ს. ხო, ამ კონკრეტულ მოტოციკლს რაც შეეხება, ყველაფერი ქარხნული აქვს, აბსოლუტურად ყველაფერი და არის ძალიან ჩუმი, ძალიან რბილი, ძალიან კომფორტული. ერთადერთი აი ეს უზრდელობები რაც აყენია, აგერ აი ეს ლევერები, ესენი აქვს დამატებული და არც თუ ისე ხარისხიანები და ამას მე შევცვლიდი რა თქმა უნდა, თუმცა მე პატრონის გადასაწყვეტი არის. ხო, mode-ები გვაქვს, ABC mode-ები გვაქვს, traction control-იც გვაქვს, ასევე გვაქვს quick shifter-ი, API, down-იც გვაქვს, down, ხო. მოიცა? ხო, traction control-იც გვაქვს, მოკლედ. და ვერაფერს ვერ დაუწყდებ, ეხლა ვერ ვიტყვი, რომ ეს მოტოციკლეტი რაღაცა საზიზღრობა არის მეთქი, როგორც მე ველოდებოდი Suzuki-სგან და სიმართლე რო გითხრათ, ვიყავი ძალიან მოტივირებული, რომ აი კიდევ ერთ Suzuki-ს გავასწორებ მიწასთან მეთქი, მაგრამ აი რაღაცნაირად განვიმსჭვალე ამ Suzuki-s მიმართ. არ ველოდებოდი ნამდვილად ძალიან კარგი შტაბეჭდება დამიტოვა ამ Suzuki-მა მე. თუმცა, ოპა, ეს რას ხედავს ჩემი თვალები? მაინც ვიპოვე. მოიცა დავიძრა და განახებთ რა ვიპოვე. დასატყეპი, რატომ არის Suzuki? ეხა გეტყვით, მოიცადე, დავიძრა. ხო, მოკლედ რა ნახა ეს ჩემმა თვალებმა, აი ეს გასაღები, პროსტ აი ამას ვის უბედავთ ბიჭო. აი ეს გასაღები არის 2006 წელს დააპროექტეს აი ეს გასაღები და 2006 წლის მერე არის ყველა Suzuki აი ესეთი გასაღები ბიჭო, აი რით ვერ გამოცვალეთ, რით ვერ მიხვედით მაგამდე 2025 წელია უკვე. რა გახდა ერთი გასაღების დახაზვა და Suzuki-ში და Yamaha-ში რატო გიჭირთ ესე ვერ უხდები? ხო, მოკლედ გამიცრუდა იმედები, ბევრად მეტ ცუდს ვიტყოდი მეგონა და სამწუხაროდ ვერ ვთქვი, ბევრად მეტი ცუდი. ძალიან ცუდი რომ ვერ ვთქვი, ბევრად მეტი ცუდი. ხა მოვედით პისტავ აკადემიაში, რომ დაბალ სიჩქარეზე მანევრში გავტესტოთ 4-ვე მოტოციკლეტი. ავიღებთ დროს სათითაოდ, როგორც წინა ვიდეოში იყო და ვნახავთ შედეგს, რომელი მოტოციკლეტი იქნება ნომერ 1. წავედით. იმენა სპორტბაიკზე ვარ მგონია, არაფერი არ ეთქვა ამ მოტოციკლეტს. აი. მოკლედ, ერთი სამწუხარო ინფორმაცია მაქვს თქვენთვის, ჩემი მეგობრებისთვის, რომ არ ვიცი რანაირად მოხდა და როგორ, მაგრამ სამწუხაროდ Suzuki-მა აიღო პირველი ადგილი და ვერ ხვდები მე თვითონაც რანაირად. არ ვიცი, ძალიან აღფრთოვანებული ვარ ამ მოტოციკლეტების მონაცემებით, მაგრამ გაკვირვებული ვარ პირველ რიგში Suzuki-s მონაცემით, იმიტომ რომ არ ველოდებოდი ნამდვილად ესეთ დომინაციას, ძალიან მაგარი მონაცემები აჩვენა Suzuki-მა. კლასიფიკაციით რო ავიღოთ, მოკლედ თანმიმდევრობით რომ ავიღოთ, ну აპრილია იყო ნომერ 1 ყველაფერში აბსოლუტურად ძალიან კომფორტული არის. აპრილიაზე არ ვიცი, არაფერი არ მეთქმის.
თავის კლასში შესაბამისად ყველაზე ძვირი ძღირს და არის ყველაზე მეტად დახუნძლული ელექტრონიკით, უმაგრესი ხარისხის აყენია, როგორც სამუხიჭე სისტემა, ისევე ამორტიზატორები და ყველაფერი. მოკლედ, ყველა დეტალი არის აბსოლუტურად პრემიალური. აპრილიას შემდეგ შემიძლია დავაყენო Suzuki GSX 8S-ი, რომელიცგანაც საერთოდ არ მოველოდებოდი ამ შედეგს და ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, თუმცა ჩემს მეგობრებს რეზის და ედიკას განსაკუთრებით გაუხარდებათ ეს შედეგი, იმიტომ რომ მე თვითონ ნამდვილად არ მეგონა რომ Suzuki სადმე ვაფშე ჩაიკვეხებოდა, მაგრამ ფაქტია ძალიან მაგარი გამოვიდათ Suzuki-ის ქარხანაში ეს მოდელი და ძალიან კმაყოფილი ვარ. ნამდვილად ძალიან მაგარი ხარისხიანი დეტალები აყენია Suzuki-ზეც და ამ ბიუჯეტში რა თქმა უნდა, მოეთხოვება კიდეც და აკმაყოფილებს სრულიად თავის შესაძლებლობებს. ამის შემდეგ უკვე Ninja 650-ცა და Yamaha R7 შორის არის უბრალოდ ვის რომელი უფრო მოეწონება და ვინ რომელს უფრო მოირგებს. Performance-ით რა თქმა უნდა R7 ჯობია, იმიტომ რომ ჩატი არის უფრო წვრილი არის და მოსახოვებს გადის ძალიან მაგრად, თუმცა კომფორტის თვალსაზრისით, ქალაქში მანევრის თვალსაზრისით და დაბალ სიჩქარეზე მანევრირების თვალსაზრისით Ninja 650 ბევრად წინ არის. მოკლედ, თანმიმდევრობა რომ ავიღოთ, გადანაწილდა აპრილია, Suzuki, ჩემთვის Ninja 650 და შემდეგ R7. თუმცა ნებისმიერი ამ მოდელიდან, რომელიც შეგიძლიათ რომ აარჩიოთ, არც ერთით არ ინანებთ, 4-ვეს კიდევ არის გამართლებული და 4-ვე მოტოციკლეტით იქნებით სავსებით კმაყოფილი. ბიუჯეტებს რაც შეეხება, Yamaha R7-ის შემთხვევაში ბიუჯეტი მერყეობს დაახლოებით $6,000-დან $7,500-მდე ბიუჯეტში საქართველოში მეორადის ფასი. აპრილია RS660-ის ბიუჯეტები მერყეობს დაახლოებით $6,000-დან ესეც $7,500-8,000 ფარგლებში მეორად მარკეტზე. Ninja 650-ის შემთხვევაში $4,500-დან $5,500 ფარგლებში და Suzuki GSX-ის შემთხვევაში, ჯერ კიდევ ახალი მოდელი არის და შესაბამისად $6,000-დან ზევით ღირს არც არის ესე დიდად გავრცელებული, რომ თქვათ, რომ მიხვალთ და მოძებნით და იყიდით. მოკლედ, გამოგვიწერეთ, ეს იქნება ჩვენი სტიმული. ამ თვეში სავარაუდოდ ბევრ ვიდეოს მოგაყრით და მადლობა ამ მოტოციკლეტებს, მადლობა მათ პატრონებს. შეგხვდებით შემდეგ ვიდეოში.